პრემიერლიგაში შენ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი იყავი. ამის გამო ჩელსის რიგებში ჩატარებულ პირველ სეზონში მედიისგან წნეხის ქვეშ ხომ არ მოეკეცი. იმ პერიოდში ცოტათი ვიტანჯებოდი კიდეც. თუმცა ეს ფეხბურთია. გითხარი, როგორი შეგრძნებაა ბავშვობის საყვარელ გუნდში თამაში? დიდებულია. იცი, ყოველთვის იმიტომ თამაშობ, რომ ეს მომენტი რეალობად იქცეს. ახლა მე უკვე აქ თამაშობ, სტენფორდ ბრიჯზე. სალამი მოიზეს. შენთან ინტერვიუს ჩაწერას ასე ამბობ. ჩემი პირველი შეკითხვა მიმდინარე სეზონს შეეხება. ჩელსი პრემიერლიგაშიც და კონფერენს ლიგაზეც კარგად ირჩება. როგორ შეაფასებდით მთლიანად სეზონს? დიდი მადლობა. შენი გაცნობა სასიამოვნოა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჯერჯერობით ფანტასტიკურად ვირჩებით. ნამდვილად ასეა. ყველა მოთამაშეს, წვრთნელსა და მთლიანად შტაბს, სურს რომ დარჩენილი სეზონის განმავლობაში ანალოგიურად ასპარეზობა განვაგრძოთ. ნამდვილად ასეა. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ. მადლობა. ინგლისის სატრანსფერო ბაზრის რეკორდის დამყარება ჩელსისგან მნიშვნელოვან განაცხადს წარმოადგენდა. პრემიერლიგაში შენ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი იყავი. ამის გამო ჩელსის რიგებში ჩატარებულ პირველ სეზონში მედიისგან წნეხის ქვეშ ხომ არ მოეკეცი? დიახ, გარკვეულწილად წნეხის ქვეშ ვიყავი. როდესაც დიდ კლუბში გადადიხარ, უნდა იცოდე, რომ ადამიანები შენზე ყოველთვის ისაუბრებენ. ნამდვილად ასეა. იმ პერიოდში ცოტათი ვიტანჯებოდი კიდეც. თუმცა ეს ფეხბურთია. მას შემდეგ ბევრი რაღაც მოხდა. ეს ასეა. შენ ძლიერი უნდა იყო. კიცე მენტალიტეტი უნდა გქონდეს და ირგვლივ კარგი ადამიანები უნდა შემოიკრიბო, რომლებიც დაგეხმარებიან. მე ეს მხარდაჭერა მაქვს. ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ მხრივ და ყველა მომენტში მეხმარებიან. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა მოიზეს. მიმდინარე სეზონის განმავლობაში ყოველ მომდევნო მატჩში შენ უფრო და უფრო უკეთესად გამოიყურებოდი. რამდენად კომფორტულია შენთვის ახალ მწვრთნელთან მუშაობა და რა გავლენა მოახდინა ენცო მარესკამ შენს პერფორმანსზე? ჩემი აზრით ის ჩემით კმაყოფილია. რადგან ყოველთვის ვცდილობ ვაჩვენო, რომ სურს გუნდს დავეხმარო. ის ამას თითოეულ შეხვედრაში ხედავს. ნამდვილად ასეა. მე ბედნიერი და მისით კმაყოფილი ვარ, რადგან ის მნიშვნელოვნად გვეხმარება. რომელ პოზიციაზეც არ უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი, ის ყველას ფანტასტიკურად ეხმარება. ჩემი აზრით, ყველა მოთამაშე და შტაბის წევრი ბედნიერია იმით, როგორ ფორმაშიც ახლა ვიმყოფებით. მადლობა. ბევრი გოლი არ გაგაქვს. თუმცა, თუ მოიზეს კაისედოს გოლი გააქვს, ის აუცილებლად შთამბეჭდავია. როგორ ახერხებ ასეთი დიდებული გოლების გატანას? მაგალითად, გასულ სეზონში ბორნმუთის წინააღმდეგ, ან კიდევ ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედთან გატანილი გოლი. როგორ აკეთებ ამას? როგორც უკვე ვთქვი, ვცდილობ რომ გუნდს დავეხმარო და თუ ამის შესაძლებლობა მეძლევა, მე ამას ვიყენებ. ნამდვილად ასეა. მანჩესტერ იუნაიტედთან უკანასკნელ შეხვედრაში გოლის გატანის შესაძლებლობა მომეცა და ჩემი აზრით ფანტასტიკური გოლი გამოვიდა. როგორც აღვნიშნეთ, ბევრი გოლი არ გამაქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდს დაცვაში დავეხმარო. დიახ, ასეა. თავარია, რომ მეტოქემ გოლი არ გაგვიტანოს. როდესაც ასე ხდება, შინ ბედნიერი მივდივარ. გუშინაც ასე მოხდა.
ჩვენმა მეტოქემ გოლის გატანა ვერ შეძლო. გოლი ვერ გაგვიტანეს და მეც ძალიან გამახარა იმან, რომ დაცვას დავეხმარე. მე მინახავს ცენტრიდან გატანილი გოლები პრემიერ ლიგაში. თუმცა არც ერთი მათგანი არ მახსოვს ჩელსის მოთამაშის მხრიდან. ასე რომ ვფიქრობ, პირველი ხარ, ვინც ეს ჩელსის მაისურით შეძლო. შემდეგი შეკითხვა შენს ბავშვობას ეხება. შენ პატარაობიდანვე ჩელსის კომაგი იყავი. ყველამ ვიხილეთ ჩელსიში შენი პრეზენტაცია დედასთან და შენს მანქანასთან ერთად, რაც უბადლო იყო. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაციაა, რაც ფეხბურთში მინახავს. გითხარი, როგორი შეგრძნება ბავშვობის საყვარელ გუნდში თამაში? დიდებულია. იცი, ყოველთვის იმიტომ თამაშობ, რომ ეს მომენტი რეალობად იქცეს. ახლა მე უკვე აქ ვთამაშობ, სტენფორდ ბრიჯზე. ჩვენი კომაგების წინ გამოვდივარ. გამარჯვებებს ვაღწევ და ვახერხებ, რომ გუნდს დავეხმარო. რაც დიდებული შეგრძნება. ხანდახან, როდესაც შიმბრუნდები, ვიღიმი. რადგან ახდენილ ოცნებაში ვცხოვრობ. მადლობა. ვინ არის შენთვის ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველი? ვინ არის შენი კუმირი? ასეთი მოთამაშე ბევრია. ერთის დასახელება რთულია. თუმცა პირადად ჩემთვის შეიძლება ვთქვა, რომ ასეთია ნგოლო კანტე. აგრეთვე ლუკა მოდრიჩი, ტონი კროსი, როდრი სიტიდან. დიახ, ასეთი მოთამაშე ბევრია. ახლა ზოგი მავიწყდება. მაგრამ მე ნამდვილად მინდა, რომ მათი მსგავსი გავხდე, რადგან ეს დიდებული შეგრძნებაა. მადლობა. შემდეგი შეკითხვა ეხება 11 მეტრიანის დამრტყმელს. ერთი მოთამაშის არჩევა რომ მოგიხდეს, რომლის დარტყმულ პენალტზეც ყველაფერი იქნებოდა დამოკიდებული. ვის აირჩევდი? კოულ პალმერს. ის არასოდეს აცილებს. და ბოლო შეკითხვა შენს თანაგუნდელზე, მალო გუსტოზე უნდა დაგისვა, რომელთანაც ასევე გქონდა ინტერვიუ და როცა მას ვკითხეთ თუ ვინ იქნებოდა საუკეთესო მწვრთნელი მისი თანაგუნდებიდან, მან კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა. უბრალოდ გვითხრა, რომ მათგან ყველაზე სასაცილო მწვრთნელი მარკ კუკურეია იქნებოდა. რადგან მას რაღაცები ვარჯიშის დროს არ ესმის. მინდა რომ შენ ზუსტად იგივე შეკითხვა დაგისვა. ვინ იქნებოდა საუკეთესო მწვრთნელი მომავალში? ჩელსის ან ეკვადორის ნაკრების შენი თანაგუნდებიდან? ალბათ ტოსინ ადარაბიოიო? დიახ. ნამდვილად ის. ის ბევრს ლაპარაკობს, როგორც მინდორზე, ისე მის მიღმა. თუმცა ამას კარგი გაგებით ვამბობ. ფიქრობ ის ამას ნამდვილად შეძლებდა. მადლობა მოიზეს. ეს ბოლო შეკითხვა იყო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჩელსისთან და ეკვადორის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. მადლობა ამ ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა და სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.